შემომაწვა გულზე სოხუმის ნოსტალგია. მინდა მოგირკვეთ, მე დავიბადე სოხუმში. საშუალო სკოლა დავამთავრე სოხუმში. სპეციალობა მაქვს ბიბლიოთეკად ცოდნე ვარ. ძალიან მიყვარს ბიბლიოთეკა. მართალია, თავიდან მინდოდა მსახიობობა. მაგრამ დედა მირჩია, რომ ჯერ დაამთავრე სხვა სპეციალობა და შემდეგ შეიძლება თეატრალურ ინსტიტუტში შეხვიდეო. მე დედას დაუჯერე, მაგრამ მერე გამიტაცა ბიბლიოთეკამ. მაგრამ მსახიობობა ყოველთვის მინდოდა. ძალიან მინდოდა. მიყვარს ხელოვნება, მიყვარს კინო, მიყვარს თეატრი. ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა. ბავშვობაში ვამბობდი ლექსებს, გამოდიოდი სცენაზე, ღეროვდი. რადიო და დრო, ოჯახის შემოქმენი. და გადავწყვიტეთ, რომ სოხუმიდან გადმოვსულიყავით თბილისში. სოხუმში მუშაობდი სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. მართალია, ინსტიტუტში ძალიან კარგად გრძნობდი თავს, მაგრამ არ ვიცი რატომ მოგვინდა ცხოვრება თბილისში. დავიწყე სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის ფაკულტეტზე მუშაობა, სადაც იყო ინსტიტუტს ჰქონდა ძალიან კარგი ბიბლიოთეკა. სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სადაც იყო უნიკალური წიგნები, მომხიბლა ამ წიგნებმა და გადავწყვიტე, გამომერკოლია, როგორი ლიტერატურა ინახებოდა ამ უნიკალურ ბიბლიოთეკაში და აღმოვაჩინე. ლიტერატურა იყო 26 ენაზე. მსოფლიოს 80-ზე მეტ ქალაქში გამოცემული. 5 საუკუნის ლიტერატურა იყო დაცული ამ ბიბლიოთეკაში. ავეჯი ჰქონდა ძალიან ლამაზი, მოჩუქურთმებული. ეს ბიბლიოთეკა ეხლა არსებობს მხოლოდ როგორც მეაბრეშუმეობის მუზეუმის ექსპონატი. 1979 წელს დავიწყე ამ ბიბლიოთეკაში მუშაობა და ვიმუშავე 28 წელი 2007 წლამდე. შემდეგ ამ ბიბლიოთეკამ თავისი ფუნქცია ცალკე ბიბლიოთეკისა შეიცვალა და გახდა მეაბრეშუმეობის მუზეუმის ექსპონატი. ამჟამად მე არ მუშაობ. მეაბრეშუმეობის ბიბლიოთეკაში მუშაობის შემდეგ მუშაობა დავიწყე აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც ძალიან კარგად გრძნობდი თავს. ბიბლიოთეკაში მუშაობდი თავარ ბიბლიოთეკარად. ამაში დიდად დამეხმარა თვითონ აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, პრორექტორი და თვითონ ბიბლიოთეკის დირექტორიც. სანამ აგრარულ უნივერსიტეტში დავიწყებდი მუშაობას, დავიწყე ლექსების წერა. ეს იყო პირველი ლექსი დავწერე 2005 წელს. შემთხვევით სულ არ ველოდებოდი და არც მიფიქრია, არც ბავშვობაში, არც შემდეგ, რომ პოეტი გამხდარიყავ. მართალია, დიდ პოეტად არ ვგრძნობ ჩემ თავს. უბრალოდ წერდი ლექსებს. და ეს მუზა მომდიოდა სამსახურში, რომ მივდიოდი ფილარმონია, უნდა გამევლო ფილარმონია
მოზელი კიდევ კი წერა და მეც რა შემეძლო ვწერ. და შემდეგ როცა აგრარულ უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა, მაშინ ჩემმა თანამშრომელმა ახალგაზრდა გოგონა მადონა ბობერაძემ იმ დირექტორს უთხრა, რომ ლინკს წერსო ლექსებსო. დირექტორი იყო ბიბლიოთეკის მარია ერვალიშვილი. ჩემი ლექსების შესახებ შეატყობია უნივერსიტეტში ლერი მოზაძეს, რომელმაც დააფუძნა ლიტერატურული ალმანახი ჩემი ჰობი პოეზია და იმ ალმანახში იბეჭდებოდა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ნაწარმოებები. ბატონმა ლერიმ თხოვა, რომ მისთვის მომეტანა ლექსები, რომ გამოექვეყნებინა ჩემი ჰობია პოეზიის მეხუთე ნომერში უნდა გამოსულიყო. მე გადავეცი 10 ლექსი. 2 თვის შემდეგ მომიტანა ეს ლიტერატურული ალმანახი და გადმომცა. და თანაც მითხრა რექტორმა ბრძანაო, რომ ჩავატაროთო პრეზენტაციაო ამ მეხუთე ნომერი ალმანახზეო. მეც პირველად გამოვედი სცენაზე, რომ მეთქა ჩემი ლექსი. მართალია სტუდენტებმა ეს ლექსები გაახვანეს ჩემი 10 ლექსი, მაგრამ მე მაინც ვთხოვეს ერთი მეთქვა. მე უმადლი რომ გავხდი ლექსების წერა, რომ დავიწყე ამას უმადლი ბატონ ელა ჯავახიშვილს, აგრარული უნივერსიტეტის რექტორს. უმადლი მის მოადგილეს, შემდეგ რექტორი იყო გია გაგოშიძეს. აგრეთვე მაია ერვალიშვილს, ბიბლიოთეკის დირექტორს და ჩემი ჰობია პოეზიის ლიტერატურული ალმანახის მთავარ რედაქტორს ბატონ ლერი მოზაძეს. ამჟამად მე არ მუშაობ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ლექსებს ზოგჯერ მომდის მოძა და წერ ლექსებს. ასე რომ აპირებ შემდეგშიც გავაგრძელო ეს ლექსების წერა, თუ ღმერთმა მოგცა ამის საშუალება. სიძე ქალიშვილის ქმარმა ჩემი პერსონალური ლექსები დამიბეჭდა და გამოუშვა პატარა წიგნად. ამასეთაც უნივერსიტეტში, აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა პრეზენტაცია. ძალიან მადლობელი ვარ ყველასგან, რომ ჩემი ლექსები წაიკითხეს, მოусმინეს და ასე თქვა დამაფასეს. ძალიან მინატრება ჩემი სოხუმი. 19 წელია მე სოხუმში არ ვარ. იქ არის ჩემი დედმამა დასაყვანებელი.
გაზაფხულზე ყველგან ყვავის ია ფიქრობ ჩემს ასიჭაბუკეს ჯერ არ ჩაულია ახალგაზრდობა ვიყიდე არასდროს არ დავბერდები უძლურებას და სიბერეს არასდროს არ დავნები ლამაზი ქალი ბევრია მათი დანაქმვა გვახარებს მაგრამ მგონია ყველას ვერავინ დაასახელებს ქალებს თუ ორად გაყოფდნენ ნამდვილად მესტერ მეგონა ლამაზ და ულამაზოდ ნეტავ ეს ვინ მოიგონა ის ნაზია სიფრიფანა ვეღარ უძლებს ყვირილს შეიძლება ჩაიფერხლოს ვერ გაუძლობს ტკივილს ქალი ყველა ლამაზია თან დაყვება ეშხი ხშირად თუ არ მოეფერე ჩაგაჭკნება ხელში ქვეყანა მუხანათია გზა აირჩიეს სწორი შეიძლება რომ დიდხანს იცხოვრო მაგრამ ვერ ნახო ტოლი ზოგი გაქებს და გადიდებს და ჩახთვლის თავის ძმად ზოგი უამრავ სიკეთეს გიზამს მერე კი გადენს ძმრად დავეხედები იალქნის ვაში ნაპირი არის ჭაობით ლაყო ნავსაყუდარი ვერსად ვიპოვე ვერ შევარჩი ადგილი სანდო ზურგიდან გულში გიყრიან ისარს რა ძნელი არის ამის ატანა ღმერთმა გვაშოროს ჩვენი სეთები ვინც აღარ იცის კაცის გადანა რომ გაივლის იცოდე რომ ყველაფერი ჩაკვდება წყდიადი დაისადგურებს და ყველაფერი გაქრება ამიტომ ფრთები გაშალე ნუ გადიქცევი ზევდა და სიძულვილი წაშალე რომ დარჩე ნათელს ვეყადა იცხოვრე და ინეტარე გაშლილია სამყარო რაც არ უნდა გაგიჭირდეს ფარხმალი არ დაყარო ყველას ლაღად ესალმე გული არ დაიმძიმო განძის ძებნას ნუ დაიწყებს სადმე არ ჩაიძირო შურის სწრაფად მოიშორე თავს ნუ ჩათვლი რჩეულად სიყვარული უნდა თესო რომ არ დარჩე ეულად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ყოფილიყოს, ჩვენი სამშობლოსთვის ყოფილიყოს. გისურვებთ წარმატებას კარიერაში, პირად ცხოვრებაში და ყველაფერს საუკეთესოს აბსოლუტურად ყველა სფეროში თუ რამე შეიძლება იყოს ამ მომენტის.